C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რომელიც შესაძლებელი არის წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ბევრი პაციენტი ვერ წხვდება, რომ ინფიცირებულია, სანამ ღვიძლი სერიოზულად არ დაზიანდება. როგორ ხდება დაინფიცირება? ეს ვირუსი ძირითადად სისხლით გადაეცემა. არასწორად სტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტები, ტატუ და პირსინგის ჩატარება, სალონური მომსახურება, პედიკური და მანიკური არასათანადო სტერილურ გარემოში, დაბინძურებული შპრიცები. სქესობრივი გზით გადაცემის რისკი დაბალია, მაგრამ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ვირუსის გადაცემის ალბათობა დებიდან ბავშვზე არსებობს, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, C ჰეპატიტი არ გადადის კოცნით და ჩახუტებით, საუბრით და ჰაერით, საერთო ჭურჭელით და საკვებით. რატომ არის მნიშვნელოვანი ტესტირება? ბევრი ინფიცირებული ვერ ხვდება, რომ აქვს ვირუსი, სანამ ღვიძლი სერიოზულად არ დაზიანდება. ასევე ტესტირება აუცილებელია ჩატარდეს ორსულობის დაგეგმვის წინ. თუ სწრაფი ტესტით გამოვლინდა დადებითი პასუხი, ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირებული ხართ. ვინაიდან სწრაფი ტესტი ავლენს სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას და აქვს მაღალი ცდომილება, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს უფრო ღრმა კვლევა, უშუალოდ ვირუსის ანტიგენის გამოსავლენად. C ჰეპატიტი დღეს სრულიად განკურნებადია. ასევე მისთვის დამახასიათებელია თვითგანკურნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში C ჰეპატიტის სწრაფი ტესტი მთელი სიცოცხლის მანძილზე დადებითი რჩება.